სრულად ახალი სახეები ქართულ პოლიტიკაში, ახალ სტუდენტურ გაერთიანებას, პოლიტიკურ მოძრაობას ჩაეყარა დღეს საფუძველი, სადაც სრულად ახალი სახეები არიან წარმოდგენილი, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, მათ შორის არიან ძოლებიც, ახალგაზრდები, რომლებიც იბრძვიან ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის უკვე დიდი ხანია დგანან საპროტესტო აქციებზე და უპირისპირდებიან დიქტატორულ რეჟიმს. Როგორც ახალგაზრდები ამბობენ, მათი განმასხვავებელი იქნება სხვა პოლიტიკური ძალებისგან ის, რომ ისინი არიან სუფთა წარსულის მქონეები, იწყებენ ნულიდან მოძრაობას ერქმევა სართული და როგორც ახალგაზრდები ამბობენ, უკვე ხვალიდან გადავლენ ქმედის ნაბიჯებზე, ამბობენ, რომ მათი მთავარი დევიზი იქნება მოძრაობა, მოქმედება და არა მხოლოდ სარიელი სიტყვები. თუმცა, მინდა რომ მეტ ადამიანს ახალი თაობის ძალა ვიწყებთ სართულის შენებას, ახალი თაობის ძალის შენებას და გულით ვგჯერა, რომ ეს მოძრაობა იქნება ყველას, იქნება ყველასთვის და აქ გელოდებით ყველას, გელოდებით მანდ ვინც ხვდება და ვინც იაზრებს, რომ საჭიროა ევროპული, მაგრამ რაც მთავარია ეროვნული ძალები, ვინც დაიღალა ძველი პოლიტიკური სიბინძურით, ვინც დაიღალა იმით, რომ პირად ინტერესებს შეეწირა აწმყო, ჩვენი მომავალი ეწირება, ადამიანები გადიან ქვეყნიდან და ვინც დაიღალა იმით სიტუაციას დღეს არის და ვინც ფიქრობს, რომ მოქმედებაზე გადასვლა საჭირო და სადღეგრძელოების და რაღაც უბრალოდ სიტყვების იქით საჭიროა საქმის კეთება და ამ საქმეზე გადასვლა. გუშტელმა საპროტესტო დღემდე ძალიან კარგად დაგვანახა ეს, რომ მოქმედებით და გამძლეობით შეგვიძლია საქმის კეთება და პატარა გამარჯვებებით დიდი გამარჯვების მოპოვება. ეს არის ახლა მთავარი, მაგრამ ისიც დავინახეთ გუშინ, რომ ხალხში საჭიროა ნაკლები ჩხუბი და მეტი ერთიანობა. ამიტომაც სუფთა ხელებით ვიწყებთ ამას დღეს, აქ და ახლა. ჩვენი სამშობლოა საქართველო, არსად წასვლას ჩვენ აქედან არ ვაპირებთ, არაფერს არ გვეშინია და ყველაზე რთულ დროს თუ არ წამოვიწყეთ ეს და თუ არ დავიწყეთ მოქმედება, მგონია რომ დაიკარგება ეს ქვეყანა და ჩვენი სამშობლო საქართველო, მისი იდენტობა, მისი თავისუფლება, მისი მშვიდობა და ყველაფერი რაც მასში გვიყვარს, უბრალოდ დაიკარგება და გაქრება. ახალი პოლიტიკური გაერთიანების წევრები, ახალგაზრდები უკვე როგორც თავად ამბობენ, ხვალიდან გადადიან მოქმედებაზე, აქვს დაგეგმილი რამდენიმე აქტივობა და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ახალგაზრდებმა დღეს პარტიის დაფუძნების ყრილობა დაიწყეს სინდისის პატიმრებზე საუბრით, მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს და ამბობენ, რომ სამომავლოდ რამდენიმე აქტივობა სწორედ შეეხებათ სინდისის პატიმრების შესახებ ყველაფერს, ყველა კარტს არ ხსნიან ახალგაზრდები, ერთადერთი რაც თქოს დღეს არის ის, რომ მათ არ მოსწონთ ის, რაც ხდება დღეს ოპოზიციურ ველზე. პარტია ამ ეტაპზე ახალგაზრდული გაერთიანება შემოწირულობებით იარსებებს.